ეს არის იუმორისტული კონცერტი, პროექტი, რომელიც ასე ვთქვათ, საცდელმა კონცერტმა და პროექტმა კარგად ჩაიარა და გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნება გავა, როგორც ტელეპროექტის სახით ჩატარდება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და შემდგომ უკვე გავა რუსთავიორის ეთერში. როდესაც უნდა გამეკეთებინა, უпростоრად დამეცვა დიპლომი, მე გადავწყვიტე, რომ დიპლომს დავიცავდი თუნდაც აი ამ პროექტით. და საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. სანამ პროექტი განხორციელდებოდა, ეს მოხდა 1 ივნის, თვითონ ამ პროექტის საცდელი ვარიანტი, ანუ საპილოტო, ეს მზადება თვითონ დაიწყო მანამდე, პროექტამდე, იმიტომ რომ მანამდე ჩატარდა კვლევა სხვადასხვა უნივერსიტეტებში, კვლევის, ასე ვთქვათ, მიზანი იყო, თუ რა უნდათ ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს, რომ ენახათ იუმორისტულ კონცერტში. და ჩვენ ეს პასუხები მივიღეთ. ამ პასუხებიდან გამომდინარე, შემდგომ უკვე მოვიწვიეთ ის ადამიანები კონცერტზე და პროექტში, ვინც უნდოდა და ძალიან სურდა იმ მაყურებელს, სადაც ჩატარდა, ასე ვთქვათ, გამოკითხვა. ჩატარებული კონცერტი მივიტანე სტუდენტებთან და უჩვენე, იყო თუ არა ის პროექტი, რაც მათ სურდათ. სტუდენტებთან შევხვდეთ, რომ ძალიან კარგად ჩაიარა სტუდენტების მიერ მოცემული შენიშვნები და მე ეს ფურცელი მედო იქ, სადაც ვაწყობდი, თქვათ, კონცერტის პროგრამას, რადგან თითოეულ შენიშვნას ჩემთვის ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. და რატო? იმიტომ რომ ადამიანებს რაც არ მოწონთ, ის არ უნდა იყოს პროექტში. ამ პროექტში, რა თქმა უნდა, ახალი სახეები არიან და ისინი არიან, ჩემი აზრით, მომავალი თაობა ამ სფეროში. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანია ჩართული ამ პროექტში თვითონ. მე ვფიქრობ, რომ ამ პროექტმა უნდა გაამართლოს, რადგან არის ისეთი რაღაცები პროექტში, რაც მაყურებლისთვის საინტერესო იქნება, თუნდაც ცნობილი ადამიანები უჩვეულო ამპლუაში, იუმორისტულ ნომრებში, პასუხისმგებლობას გრძნობ, როგორც იმ აუდიტორიის მაყურებლის წინაშე, ვინც უნდა მოვიდეს ამ პროექტის საყურებლად და საერთოდ ხალხის წინაშე და ასევე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჯერა, რომ მე ამ მიმართულებით წარმატებას მივაღწევ.